კვლავთან დილ ვარს კვლავთან ეუბნების თავის ბუნებასა. მაგალითად ა არიო და ბ კიდე ბ არიო. მერეო აო თავისუფლად მოსო და ბ კიდე რაღაც კარიბჭეს ბ-ს კარიბჭეს გადის, ანუ ბ-ს თავისი ხმის კარიბჭეა. გ-ს კიდე რაღაცა კარიბჭე, დ-ს კიდე რაღაცა. კბილი ღვინისაო და სიყვარულის ანკარავი წყაროსაო ამბავი. საჭმელზე და სასმელზე, ანუ საკვებზე, ჯანმრთელ კვებაზე და ვთქვათ ჯანმრთელ გზნობებზე, ჯანმრთელად იკვებების ჯანმრთელი გზნობები აქვს. ამდოლის მოყოლილი ამბავია და მე ესე ვცელდება, რომ ხო სადღაცო დაიბადაო, სადღაცო გაიზარდაო, სადღაც გამეფთაო და ესეთი ქვეყანა ააშენო, სადაც ყველა ხარობდაო. დღეს კიდევ ერთი სასწაული აღმოჩენა გველოდება, მართლ სასწაული არ ვაჭარბებ. უნდა დავუკრათ ვეფხისტყაოსანი, უნდა ვიმღეროთ ვეფხისტყაოსანი და უნდა ვიცეკოთ ვეფხისტყაოსანი და არა მარტო ვეფხისტყაოსანი, უნდა შევხვდეთ ადამიანს, რომელსაც დოლები ამბებს უყვებიან და მეც მეტი რა მინდა. სხვა არაფერი. წავედით. ეს წესები ძალიან მომეწონება. წესი პირველი იპოვე ადგილი, რომელსაც ენდობი და ეცადე ცოტა ხნით ენდო. დანარჩენ წესებსაც გზადაგზა მოგიყვებით მე მამუკასთან ერთად, ეხლა დოლებთან მეჩქარება. ამბავი უნდა გავიგოთ. აი, ხმით შეგვიძლია უკვე მივადგეთ. მე არ ვიცი, საიდან უნდა დავსვა შეკითხვა. აი, ეგ არის ჩემი პირველი კითხვა, აქ რა ხდება? მოდი მაშინ კითხვით რახამს ვიწყებთ, ესეთი უკვე გაფორმებული კითხვა დავსვათ. მე გამიჩნდა ესეთი კითხვა, რატომღაც და ეს კითხვა ესეთი არის. აი, რაღაც როული არის. სამეცადინო როულია, ვზივარ პატარა ბავშვით და მეცადინეობ. და სათაურია ესაო რა არისაო და მე არის ერთგვარი პასუხი, ვინმეო შოთაო რუსთაველისაო თუმი რაღაცა. არის რაც შოთაურუსავას დაუწერია და მე რამეო ვეფხისაო ტყაოსანიო. რატო ესე კითხვებით და ესე სავარაუდო პასუხებით, იმიტომ რომ არც შოთას ნამდვილი სახელი ვიცით და გვარი და არც ვეფხის ტყაოსანი არ ვიცით ბოლომდე რა არის. და მოკეთ უნდა ვარკვიოთ და ვარკვიოთ. და დოლებთან რა შუაში არის ხო? დოლებთან რა შუაშია და ეხლა რა ვთქვით, რა ხდება და რითი დავიწყოთო და აი რა ხდებიდან იწყება, რა ხდებიდან სიტყვა რა ხდებიდან იწყება. ერთგვარი მოგონება იმისა, რა შეიძლება ყოფილიყო. ან რა შეიძლება იყოს. იმიტომ რომ დრო კიდე პირობითია. ესეთი ტექსტი არის. ეს უკვე სასიმღერო ტექსტია, ამბანით იწყება, პატარა შესავალს გავუკრებთ, მე გამოჩნდება.
და ესეთი ტექსტი არის. ყველა მავა ერთადაო, რაო, დავიწყოთ ამ ქართულისაო, სწავლაო, თავიდანაო, საიდანაო და თავიდანაო. და მე რეიწყება ანბანი, ანიდანაო და ეს სიმღერაში მის ანიდანაო და ბანიდანაო, განიდანაო და დონიდანაო ეს სიმღერება. ანუ თელი ანბანი ესე ვთქვათ იმღერება რიტმში. ეს არის პირველი სავარჯიშო იმისთვის, რომ ვთქვათ მარტივი რაც იცი და რაც შეიძლება როლად გამოგივიდეს თან. ესეთი როლია ვეფხისტყაოსანი. და მეორე არის ეს ვეფხისტყაოსანს ეხება, მეორე არის უკვე ბგერებს ეხება. რაც მოვიშველიებ ამას, რომ დანარჩენი გასაგები გახდეს. ბგერები და ბგერის კარიბჭეები აწერია ამას, ბგერები ვიცით რა არის და ბგერის კარიბჭეები რა შეიძლება იყოს და მაგასაც ნაცნაირად გავარკვევთ. მე ტექსტი მოდის ეს ყველაფერი იმღერება. ტექსტი ესეთი ხმოვნები და თანხმოვნები, ბგერები და ბგერის კარიბჭეები, ბგერების ბრუნვები და გადაბრუნებები, ტრიალი, ბზრიალი, წრიალი და მე უკვე ასობგერები თავისი სახელებით. ტანი, ბანი, წილი, ეს ტრიალი, ბზრიალი, წრიალი. სამივე ბრუნვა არის, მაგრამ რა განსხვავება შეიძლება იყოს, შეიძლება ერთი მელაბრუნავდეს მეორე სწრაფად, მესამე კიდევ უფრო სწრაფად, ან კიდე ერთი ნიშნავდეს ერთ წრებრუნვას, მეორე ნიშნავდეს ორ წრებრუნვას და მესამე ნიშნავდეს უკვე სამს და მეც. ეს შეიძლება ეხებოდეს როგორც ხმას, ასევე ცეკვას. და ნუ ანბანს თუ გავიხილავთ, გავყვებით, ეხლა გვაქვს 33 ასობგერა ხმარებაში და მათგან 5 ხმოვანია და 28 კიდე თანხმოვანი. აგერ სასიმღერო დოლები არის, ამ დოლებზე გადამწილებული არის და 28 თანხმოვანი, 12 მარცხენა მხარეს, ესე ვთქვათ, ჯერ ესე ვთქვათ და 16 მარჯვენა მხარეს და სინამდვილეში მარჯვენა და მარცხენა რას მიქვიაო და რატომო და იმიტომ რომ გამარჯვებული და დამარცხებული ერთ სხეულში არ შეიძლება რომ იყოს აბაო როგორო და დედის მხარე და მამის მხარე უფრო ლამაზიაო და გასაგებიო მართლა ხო და თან ნახე აი დედის მხარეო და მამის მხარე და ორივე ერთად რაო პატრიოტიზმო და სიყვარული და აქედან იწყება დანარჩენი რაც შეეხება 5 ხმოვანს 5 ხმოვანზე ეწყობა უკვე დაკვრა ჯერ ასობგერებს ვიხილავ და მე მარცვალ 5 ხმოვანიო 5 თითიო და მოდიო ახლა ხმოვანის და თითიცო 5-5-იაო გადავანაწილებთო აო პირველი ასობგერაო ხმოვანებს და თანხმოვნებს შორისო და პატივიცეთო და თითიც მოვანიჭოთო მე ეო იო ო და ო ეს რისთვის გვინდაო რომ მერეო სიმღერაო დავმარცვლოთო და მარცვალ ხმაში გადავიტანოთო როგორ და დოლზე დაკვეთო. აქ უკვე ასოების განხილვა არის, ასობგერების თავიანთი ნიშნების მიხედვით. ეს ცოტა რთული ნაწილია, თან ბოლომდე დასასრულებელია, გასააზრებელი, ამიტომ ესენი შენი ნამუშევრებია ყველაფერი, ასე ვთქვათ, შენი ხელით გაკეთებული, ხო? კი, და ეფუძნება დოლებს, მათ ფორმას, ნახატს და კიდე ერთგვარ შინაარს, რომელსაც ვცდილობ რომ ახლა დალაგებულად ერთმანეთზე ავკინძო და მე უკვე შემეძლება ვთქვა რა როგორ არის. ჯერ თავს შევიკავებ. უბრალოდ არის ხმოვნები, არის თანხმოვნები. ეს თანხმოვნები გეომეტრია. ხო, და გეომეტრია. აგერ აი თვალსაჩინოთა გვაქვს აგერ ეს დოლი არის, ამ დოლის ნახატი არის. ეს ყველაფერი აქ რა ხატია და აი 4 შემადგენელი მიწა-წყალი, ჰაერი, ცეცხლი. მიწა წითელია, წყალი მწვანე არის, ჰაერი ლურჯი არის და ცეცხლი კიდე ყვითელი არის და ეს შავი ერთი ხაზი ეს კიდე ჩვენი თვალსაჩინოა, რასაც ჰორიზონტს ვეძახით. და გამოდის რომ ჰორიზონტის ქვევით არის მიწა-წყალი, კალორიული შემადგენლები, ანუ სტიქიები, შემადგენელი სიტყვა მიჩნეულია, უფრო მაგას ხმარო და თვალსაჩინოზე ზევით არის კაცური შემადგენლები, დედის შემადგენლები და მამის შემადგენლები. და კალორი ითვლება პასიურად და მამაკაცური აქტიურად. იმიტომ რომ თუმზე არ ანათებს ჰაერი ართვება, ქარი არ უბეროს, წყალი არ იძვრის, არც წვიმა, არც წყარო არის, არც მდინარე, მერე არც ტბა და არც ზღვა და ოკეანე. და არც სიცოცხლე. ანუ დამოკიდებულები ვართ სითბოზე და იმ სითბოზე და სინათლეზე, რომელიც მზისგან მოდის, ეს გვანიჭებს ცხოვრებას. და კიდე დანარჩენი შემადგენლების ყველა თავის ადგილზე უნდა იყოს, რომ სიცოცხლე გაჩნდეს. ეს ინსპირაცია საიდან აიღე, რომ ეს გაიკეთებინა? არსად ესეთი რაღაც მე არ მინახავს, ახლა რასაც ლაპარაკობ, ძალიან ბევრი რამის ნაერთია, ნაზავია, საიდან მოიფიქრე, რომ ეს გაიკეთებინა? მოდი, არ ვიცი, უფრო გასაგები რომ იყოს, ვიტყვი, რომ ერთგვარი თვითჩაღრმავების შედეგი არის. რაღაც სურათხატები მოდის და ამ სურათხატებს
ვიმახსოვრებ, მე ვცდილობ რა თქმა უნდა დაუკავშირო და რაღაც სურათი შექმნა ჩემ პირველ რიგში ჩემთვის რომ გავიგო სად მოვედი, სად დავიბადე და რა უნდა ვაკეთო და მე როცა ვხედავ რომ უკვე შემიძლია გაზიარება, სხვებსაც უზიარებ. აი ამ ნახატზე არის აწყობილი ეს ამბანი ეს არის ამბანი და ყველა ასე ვთქვათ ასო ბგერას აქვს თავისი გეომეტრიული ფორმა? ხო, ზოგ შემთხვევაში წრიალის და ბზრიალის ან ასე ვთქვათ ამ სამი ელემენტისგან შედგება მერეც ბრუნვები, კი. სამი ბრუნვები. ხო, წრიალი ბრიალი, ეგ ზმნები არის, ანუ მოქმედებები არის და ესე შემადგენლები 4 არის მიწაწყალი, ჰაერი, ცეცხლი და მათი ბრუნვა, აქ ვთქვათ თვალსაჩინო თუ გასვრივარი, ვთქვათ რომ სხვა ასოში აქ ტანი სიტყვაზე ბეცა ეს რასვე ღანი ღო დუ რაღაც ასოებში ესე არის ესე იხატება ანუ უკვე რაღაც ბრუნვა იწყება ხო ანუ ყველა ბგერაში ასე ვთქვათ არის 4-ვე ელემენტი სხვადასხვა რა დოზით შეგვიძლია ესე ვთქვათ თუ სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება დოზითაც კი შეიძლება ითქვას ხო და რაც შეეხება წინარე ნათქვამს სათაურს ბგერები და ბგერის კარიბჭეები. ბგერები არის, ბგერები რო ვთქვათ, რომ მხოლოდ ხმოვნებია, მოდი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც აზრი გქონდეს. მაშინ თანხმოვნები რაღა არის და მაგალითად ა არისო და ბ კიდე ბ არისო. მერეო აო თავისუფლად მოსო და ბ კიდე რაღაც კარიბჭეს, ბ-ს კარიბჭეს გადის, ანუ ბ-ს თავისი ხმის კარიბჭეა. გ-ს კიდე რაღაცა კარიბჭე, დ-ს კიდე რაღაცა და ეს ფაქტორად გამოდის, რომ ენა რო ისწავლო, ან გაიხსენო, ან გააცნობიერო, როგორ ლაპარაკობ, როგორ მათხრებ რისთვის და მე უნდა იმღერო და თუ არ ლაპარაკე, როგორც საჭიროა და თუ არ იცი რას ამბობ, ვერც იმღერებ, იმიტომ რომ ეს რაღაც კიდე სხვა რამეა. უფრო მეტი ვიდრე საუბარი. ვაუ, ხესა კარიბჭებს უნდა ვიფიქრო ერთი ნახევარი საათი. არა ცოტა ხანი ამ ფიქს გადავდებ, იმიტომ რომ ბევრი საფიქრალი დამემატება კიდე და აი გამახსენდა აუმ მანტრა როა ითვლება რომ ეგ არის სამი ბგერა რომელიც თავისუფლად ამოდის პირის მოძრაობის გარეშე. აი ხლა ამდენი რო ვილაპარაკეთ ხმოვნებზე და ხუთითზე, ხლა ავდგეთ და გავიაზროთ რა შეიძლება იყოს. ხო თქვით ა, ე, ი, ო, უ. თითები. თითო თითი, თითო ხმოვანი და თითო ფერი. ფერიც ერგება. ხო. და ამის მიხედვით არის უკვე მე ლექსი დამარცლული. მოგეთ სათაური ესეთი არის, აქ ავთანდილ ვარსკვლავთა ეუნების თავის ბუნებასა. და ეს ტექსტი გვაქვს, მაგრამ სიმღერა არა გვაქვს. სიმღერა როგორ გავიხსენოთ და მოდი აბა ვსინჯოთ, შეიძლება ესე რაღაცა მოგვეჩვენოს და მოგველანდოს და ისე როგორც პიანინოზე თითებზე ავკრიფოთ, თუმცა მარცვალ ხმოვნების მიხედვით. და სათაურია აქ ავთანდილ ვარსკვლავთა ეუნების თავის ბუნებასა. ეს შეიძლება ესე დამღედეს. აკა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუნების თავის ბუნებასა. აკა ავთანდილ ვარსკვლავთა ეუნების თავის ბუნებასა. თავიდან შეიძლება როგორც გამოდის, კი არა, ეგრე ჯობია, იმიტომ რომ როგორც გამოდის, ისე გამოდის, თავს ძალას ვერ დაადა. მე რო შედიხარ ეშხში, ცოტა უფრო წამომღერებს, ცოტა უფრო გაჟერდება და თუ გაგიხარდება და კიდევ უფრო და უფრო ლამაზი გამოდის. თქვათ, დოლის ხმას თუ ჟღერადობას დავარქმევ და სიმღერას ხმოვანებას, თუ ჟღერადობა და ხმოვანება ერთმანეთს ემთხვევა, გიხარი. ერთი რა გაგიხარდა, მე მიდის და მიდის. ხო, ეს რაღაცა twins გავარჯიშებს ახლა რაც უყურებ, თან თითები რომ უნდა გაარკვიო, თან ხმა. ამას რო ეჩვევი, მე თანათან უკეთ გამოდის და იმის საშუალებას გაქვს, რომ უკვე სიმღერაზე გადახვიდე და დაამღერე. აი შეიძლება ახლა ცოტა გადავახტე მოვლენებს, მაგრამ რადგან დამებადა ეს კითხვა, ბარემ ჩაგეკითხები. შენთვის რა არის ვეფხისტყაოსანი, აი რა მოგცა ახლა მაგის კვლევის საგანია და აი რაც დავიწყე, დასკვნები გამომაგდა, ერთი ვიცი რომ აი გამოთქმა არის რომ ჩვენი საგანძური არის და ძვირფასია და მართლა ეგრე არის, თურმე მართლა ეგრე არის, უბრალოდ სიტყვები არ არის. ვისაც ეგ წამოსდა, გულიდან წამოსდა და მოდი ეს გავიზიაროთ და რატო არის საგანძური, რა არის მასში ისეთი რაც საგანძური? თუნდაც ის რომ თქვა პირველი ნაბეჭდი ვეფხისტყაოსნის დასაწყისში ესეთი სიტყვები წერია რომ ეს არის სწავლებაო. ანუ სწავლება არის. თავისი შინა ასეთ არის სწავლება. თქვა ვიღაცა უკრავდა, ვიღაცა ცეკვავდა, ვიღაცა მიცოდა, ვიღაცა ჯერ არ იცოდა და ვინც სწავლობდა, ეს კიდე ცეკვას სიმღერასთან ერთად კიდე ცხოვრებას სწავლობდა.
და თქვათ როგორც ვეფხისტყაოსანი თუ ერთ დროს ესე იმღერებოდა, იცეკვებოდა და რაღაცას გვაძლევდა, აი რო ვიმღერებ და ვიცეკვებთ, რაღაცას მოგხსენს და მე გვეწოდინება ზუსტად რა იყო და მაგის შესახებ რამე გვაქვს ჩანაწერები ისტორიული, რომ ვეფხისტყაოსანი იმღერებოდა და იცეკვებოდა? არა მგონია, მე არ შემხედრია, მაგრამ რატომღაც ეგ აზრი გამიჩნდა. არა, რაღაცა ლოგიკური პარალელები არის, ვიტყვი. ეპოსი არის. ისევე როგორც რამაიანა და ისევე როგორც მახაბხარატა და კიდე დასავლეთში ილიადა და ოდისეა და კიდე ცნობილია რომ ეპოსი იმღერებოდა და იცეკვებოდა და მოდი ჩვენზეც გადმოვიტანოთ. თუ ჩვენი არ გახსოვს ის ძველი სხვების ნათქვამი დავიჯეროთ და უბრალოდ სინჯოთ. იქნებ მართალია. ხო, ლოგიკურია კი, მეც გამახსენდა ხა აღმოსავლური ეპოსები, რომ სიმღერა იყო ის გზა, რა გზითაც იმახსოვრებდი რა. თუ იმღერებდი, უფრო ადვილი იყო რომ დაგემახსოვრებინა და მაშინ ახლა დამწერლობაც არ იყო, როგორც ეს ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა ეს ეპოსები. და პრინციპში ლოგიკური არის კი, ლოგიკური არის. ისე და ისე შოთას თუ დაუჯერებთ, მანამდე ამბათ იყო თქმული და მე მან ჩაწერა, ანუ ზეპირსიტყვიერი იყო. ეგეც. მოგეთ დახმარება გვჭირდება კარგი მომღერლების, იმიტომ რომ ჩემნაირი მომღერალი ამ საქმეს ვერ გააკეთებს. მე შემიძლია დაუკრა რაღაცა შესავალი გავაკეთო, მაგრამ მომღერლებმა უკვე უნდა თუ ვინმე გვიყურებთ, ვისაც ვეფხისტყაოსანის სიმღერა გინდათ, გარიღია, ხო? კი ბატონო. ბუდუაბაშიძის 10 ნომერში მამუკა იკითხეთ. ხელნაწერი ჩენია, ხო? ძალიან ლამაზია. მადლობა. და უდიდესი შრომა არის ხა მე ამას რასაც უყურებ. ანუ ყველაფერს თავი დავანებოთ, ხა სწორია თუ არასწორია ეს შეფასებას არ მივიდივარ რა არის, აიდან მოიტანე. მაგრამ აი უდიდესი შრომა რო გაქვს ჩადებული, ეს აი ცალსახად ეგრევე ჩანს რა და ამისთვის არ ვიცი, ცალკე პატივისცემა და ცალკე აღფრთოვანება. ეც ვიტყვი რომ ეს არის ჩემი წინა სადიპლომო ნამუშევარი, როცა აკადემიაში ვსწავლობდი. მაშინ დავხატე და მე მოგვიანებით დოზე დავიწყე დაკვრა, რომ შეიძლება იცეკვებოდეს და იმღერებოდეს, მე დავიწყე გადახატვა. ვეფხისტყაოსანის ნახატები არის შენი სადიპლომო ნამუშევარი აკადემიაში სწავლის. შეიძლება მასე წინა სადიპლომო ნამუშევარი. მუსიკასთან გასწრამის შესახებ. ეგ არის რომ ბაბუაჩემი და მისი ძმები მღეროდნენ ზესტაფონის გუნდში, ეგ ვიცი. როგორ მღეროდნენ ის არ ვიცი. და დოლი განაირად გაჩნდა შენ ცხოვრებაში? დოლი ბავშვობიდან ვცეკვავდი, მე რო გავიზარდე მე სადაც რითმები მიბიძგებდა ცეკვისკენ, მე რაღაც ელექტრონულ მუსიკაზე რაღაცას ვცდილობდი, არ გამოვიდა, იმიტომ რომ მაინც ელექტრონულია მკვდარი მუსიკა ჩემთვის უკაცრავად ყველასთან, იმიტომ რომ არ არის ცოცხალი კავშირი, თქვათ. ნუ ანალოგი არ არის რა. კი ბატონო, ხოლმე ის რასაც მოდა მე ინდოეთში წავედი, დოლი ვიყიდე, იქ დავიწყე დაკვრა და მე მივხვდი რომ თუნე აი ესე შეიძლება დაკვრა, როგორ და როგორც დავდივარ, ნაბიჯ, მარტივად იწყება, არაფერი რთული არ არის. მარჯვენა, მარცხნა, მარჯვენა, მარცხნა. მე მინდა ვცადო ეს თითებით როგორ იყო ეხლა დაგიფრთხილ ადგილს 13 სადინო ადგილია უნდა მოეწყო კეთილად და ეს სიმჯო ოპა 13 სადინო ადგილი მოიწე ზანშოს შენ მეცადინეობას ეძახი მედიტაციას როგორც მითხარი ხო სიტყვა მედიტაცია ხო მეცადინეობა ეგ სიტყვა მომწონს იმიტომ რომ ბაბუაჩემი ხმარობდა მაგ სიტყვას ძალიან ლამაზად მაცადინს იძახდა ბაბუა იმაცადინეო და არ ვიცოდი ეს მაცადინე არა კი ვიცოდი რა იყო მაგრამ აქაურობას უხდება ამ ქმედებას აჰა იმიტომ რომ აი უნდა გაისარჯო უნდა მოინდომო უნდა იმაცადინო რომ შედეგს მიაღწიო ნოტების რეული დამიდეთ თუ შეიძლება ინებეთ განკარგულებაში საბაბაკის თითები მე ესეთ რაღაცას ვაკეთებ ე ი ო უ ო ი ე ა ორივე თითით ორივე ხელით ე ი ო უ ო ი ე ა თან კარგი სავარჯიშოა რა ეს მომწონს ხელებს და ტვინს აკავშირებს ერთმანეთთან და
ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მაგისთვის ნამდვილად ღირს რო ტვინის ნეიროპლასტიკურობა გავავარჯიშოთ. კარგი, აი ამას უყურებდი მე ნახევრად აქ რო ვიჯექი, ნახევარი მზერა იქით მქონდა გავარდნილი და შეიძლება რომ გავიცნოთ ეს დაფა. კი, ეს დოლი 3 წელი უკრაინაში ცხოვრობდა, იქ ვიყიდე ეს დოლი. ერთი დოლი იყო მთლიანი. მე ეს მთლიანი დოლი ინდოეთში წავიღე და ვიყიდე კიდე 4 დოლი და რო არ ვიცოდი საწამებო, დავშალა ეს მთლიანი დოლი და შიგნით ჩავალაგე. და რო ჩამოვედი და ამოვიღე, მე იქ ჩემი ოსტატი იყო ჟემალი ჯაფარიძე, ვისაც სახელოსნოში ცხოვრობდი და შეხედა და ამუკავა ამისგან 2 დოლი გამოვადა. მე ვთქვი კი ჟემალიძე მართალი ბიზანდები ვთქვი და გავჭერი 2-ად, ესეთა ფეხებიც რო ქონოდა და კიდე საჰაერო. და ეს 4 დოლი რომელიც ვიყიდე, ახლა შიგნით ალაგია და რაღაც შინაარსი შეიძინა. ესეთი შინაარსი აქვს, ესაო სახლის დოლი არისო. და ორ ნაწილად იყოფაო, არისო დედის მხარეო და მამის მხარეო. ზევიდან მამის მხარე დევს და ქვევიდან დედის მხარე და შიგნით 4 დოლი ალაგიაო. 2 დაო და 2 ძმაო. მოგეთ 2 და არის და 2 ძმა, ესენი ძმები არიან და თავთავიანთი სახელები აქვთ. ანუ ის 4 შემადგენელზე არის ისევ და ისევ აწყობილი. 4 ელემენტი ასე თქვა. აწყობილი. აქ მაგალითად ცეცხლი და მიწა არის, ეს წყალი და მიწა არის. და მე ჰაერი და ცეცხლი კიდე ცა და ზეცა. ცაო დღისითო და ზეცა კიდე ღამითო. ცას დღისით ხედავთ, ზეცას კიდე ღამით. რაღაც სიმბოლური ნიშნულობაა. სიმბოლური ნიშნულობებიც არის. ცას დღისით ხედავთ, ზეცას ღამით, ხო? ორივეზე რაღაც ნახატი არის და მე ეს უკვე უკავშირდება აი ამ დაფას. ეს კლიანად უფრო მეტად რო გამოვაჩინოთ. წარწერები არის. აქედან დავიწყოთ ეს სამყარო, რა შეიძლება ეს სამყარო იყოს, ის სადაც ჩვენ ვიბადებით, ისევ და ისევ 4 შემადგენელიდან გამომდინარე, მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი, რაც დედა ბუნებისგან გვეძლება. და აღწერა არის ერთგვარი დედა ასე ჭრის და კერავს. ანუ დედას თავისი ბუნება აქვს, თავისი სათვალავი აქვს. და მეორე მხარეს წერია ეს ქვეყნიერება, ეს უკვე არის სახლი, სოფელი, ქალაქი, ქვეყანა, ის რასაც ჩვენ ადამიანები და მთელი კაცობრიობა რაც საერთო გვაქვს, რასაც ვაკეთებთ. ყველა ვაშენებთ სახლებს, სოფლებს, ქალაქებს და ქვეყნებს. და ეს როგორ ხდება და ცოდნით. ანუ მამა ცოდნას გვაძლევს, დედა ფუძეს გვაძლევს და მამა კიდე ცოდნას გვაძლევს. ის ცოდნას თუ როგორ ვიცხოვროთ იმ სამყაროში, რომელშიც დავიბადეთ. და ეს სამყარო სრულყოფილი სამყაროა, იმიტომ რომ ნახეთ ბუნებაში ყველაფერი აწყობილია. თუ გავიგებთ ბუნებაში რა როგორ ბრუნავს, რა კავშირში ერთმანეთთან შეგვიძლია გავიაზროთ და მე გადმოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში. ეს უკვე ერთობა და მთლიანობა არის ორი მოცემულობის, ერთი საწყისის და მეორე კიდე ცოდნის. ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ უფრო ცნობიერები ვიყოთ და აქამდე რაც გაგვიკეთებია, მაგისთვის ვაკეთებთ და თუ რაიმე კიდე გასაკეთებელია, ისე მაგისთვის იქნება გასაკეთებელი. შეიძლება ძველი გაიხსენო, შეიძლება ახალი მოიგონო. მხოლოდ იმისთვის, რომ შემთთვის გააცნობიერო და რაღაც წესრიგი გქონდეს ცხოვრებაში. ანუ ყოფას რო რითმი მისცე. წელიწადის განმავლობაში და მე კიდე სამომავლო თქვა, ერთ წელში ამას სახლს ავაშენებ, 2 წელში სოფელს ავაშენებ, 3 წელში შეიძლება ქალაქი აშენდეს და 4 წელი და 5 წელი შეიძლება ქვეყნის მოწყობას დაჭირდეს. ნუ ისე რომ ყოფას რო რიტმი მისცე, ეს წინადადება ძალიან ჩავრჩა ტვინში. რიტმიანი ყოფა როგორია? რიტმიანი ყოფა როგორია და აი ჯერ ბუნებას უნდა აუყვეთ. მზე ჩადის დავიზინოთ, მზეამადის გავიღვიძოთ. ქცივა ცეცხლი დავანთოთ, ქცხელა და მდინარეში ვიბანოთ. ძალიან მარტივი რაღაცაა. სახლი ყველამ თავისი უნდა ააშენოს თავისი ხელით. სასურველი არის. აი ინდოეთს გავიხსენებ და ვასტუს გავიხსენებ. არის ეგეთი მეცნიერება ვასტუ, ძველი მეცნიერება, რომ თვითონ ვასტუ თორმე სახლს ნიშნავს. თუ ვასტუს წესებს დაიცავ, დიდი ხანი იცხოვრებ ბედნიერად და ხო, ბედნიერად, ეგეც საკმარისია. ბუნებას დავშორდით, მაგრამ აი ბუნებისგან გავარბივართ, იმიტომ რომ უსაფრთხოება არის უფრო ქალაქში და კომფორტია, რაც გვინდა რომ გქონდეს მაინც. მაგრამ მე ვზარ უკაცრავთ, რითქვი ყველას გვეხება ჩემი ჩათვლით, მე ვზარ მაცდებით და იმდენ დროს ვატარებთ ყვილად არ ვიცით რა ვქნათ, არც ვითარდებით და ჯანმრთელობასაც ვკარგავთ. ეს დედის და მამის ხელია? ხო, ეს დედის მხარე, მამის მხარე.
ეს ორი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ ბოლო პერიოდი ხა მეც ინდოეთში მოგზაურობდი და სამხრეთ ინდოეთში განსაკუთრებით დიდი დრო გავატარე თამილნადუში და განსხვავდება სამხრეთის და ჩრდილოეთის კოსმოგონია და ფილოსოფია საერთოდ ერთმანეთისგან და სამხრეთში განსაკუთრებულად აქვთ ქალური და მამაკაცური საწყისი ძალიან თანაბრად ეს ორი შივას და შაქთის ფენომენი ასე ვთქვათ და სადაც კი მაგას დავინახო ხოლმე ძალიან მიხარია და თითქოს უფრო სავსე სურათია ჩემთვის რა და ეხა ესე რომ დავინახე ჩემთვის აი მაგურ საწყისთან დავაკავშირე თავისთავად საიდანაც გამოდის მე კიდე 4 სტიქია და ფრაქტალი ვით გამოვიდა ხო შენი ფრაქტალი გააკეთე რაღაცა არის დოლი ორობითი ფრაქტალი რომელიც მე 4-ში გაიშლება ეს 4 კიდე გაიშლება და ესე უსასრულობა არის და კიდე ყველა თავის თავში უსასრულობას ატარებს თავისთავად ეთი არ ვიცი მე მგონი დავიწყე და არ დავასრულე ეს ყველაფერი აი დაფაზე ლაგდება მე მოდიან დედა მამა და 4 შვილი ყველა თავის დოლს იკავებს და იწყებენ ცეკვაზე თამაში და იწყება ქმედება ურთიერთქმედება შემოქმედება და ხმაში და ცეკვაში შეიძლება დაიხატოს სურათი თუ როგორ იქნება სამყარო ინდოეთში ვიყიდე ეს დოლი 2015 წელს და დავიწყე ამ დოლზე დაკვრა არ ვიცი უნდა ვახსენო მე შევედი შივას ტაძარში და აი რო ვთქვი რომ რითმებს ვეძებდი და ცეკვა მინდა და თქვა ცეკვას როგორც გზნობდი და მიყვებოდი თავის დროზე ისე დავიწყე დოლზე დაკვრა ანუ შეგრძნებებს და მოძრაობებს მიყვებოდი და აი რაც ვაჩვენე ის გავაკეთე რომ თქვა ნაბიჯ ძალიან მარტივად შეიძლება თორმე დაკვრის სწავლა მე წამოვიდა სურათები და სურათხატები ეხლა უკვე ვიცი რა შევადარო მithumetes ინდოეთში ყველგან არის მანდალა სადაც შუაში რაღაცა ადგილია და გარშემო კიდე 4 მხარე ინიშნება და იქაც რაღაცა ადგილებია თუმე სადაც თუმე ერთგვარი ღვთაებები სუფევენ თუ არიან აი დოლზე დაკვის და დოლზე რო დავიწყე დაკვა ეს სურათხატები მოდიოდა და რაღაც ამბებს ფაქტობრივად ყვებოდნენ ოღონდ ცოტა ესეთი ანუ რაღაც ცოტა ტრანსულ მდგომარეობაში გადიოდი დაკვის მომენტში კი განცდებში ხარ და რაღაცას გზნობ, რაღაცა გესმის, რაღაცას ხვდები, რაღაცას ხედავ. თან დასარტყამი ინსტრუმენტი შევასთან ახლოს არის, ხელში უჭირავს. თან ცეკვა. ეს ძველი არქეტიპია, რომელიც ძალიან ბევრ კუთხეში იყო გავრცელებული ახლა. მithumetes კავკასია მისტიური მხარე არის. და იცოდნენ რომ თქვა როგორც ინდოეთში და თიბეტშია იოგა, კავკასიაშიც რაღაცა იოგა იყო. ანუ იგივე მსგავსი ტრადიცია იყო, ოღონდ თავისებური სახით და იმ თავისებური სახის ნაშთები კი გვაქვს აგერ ცეკვა და სიმღერით შემორჩენილი და დღემდე ვცეკვავთ და მღერივართ. და ეგ ფიქრობ რომ ეს ქართული ცეკვა და სიმღერა არის მისტერიული სკოლების სახალხო ნიმუშები რაც დაგვრჩა. სახალხო ნიმუშები და მაგ მიზნითაც იყო რომ აი ხალხისთვის ყოფილიყო. და დაგვიმახსოვრებდი ხო? ყველაფერი გასაგები, მისაღები და სასიხარულო რომ ცოდნოდათ რომ თბილა კი არ გაშენ თუმე რაღაცისთვის არის. დოლისგან მოთხრობილ ამბავს ეს ცოტა სხვა ამბავი არის ესეთი ბოლოს გაირკვა რომ ვიღაცა ბრმამეურის ამბავი არის. ვისი? ვიღაცა ბრმამეურის ამბავია რომელიც ოდესღაც მეფე იყო და უკვე იწყება შინაარსი რა შეიძლება მოიტანოს ამ ამბავმა. ვიღაცა ბრმამეურის ამბავია რომელიც ოდესღაც მეფე იყო სადღაც დაიბადა სადღაც გაიზარდა სადღაც იმეფა და ესეთი ქვეყანა ააშენო სადაც ყველა ხარობდაო რა ახარებდა თუ რა ახარებდა და ის რომ ყველას ყველაფერი ქონდა და არავის ზედმეტი არ აწუხებდა. ანუ რაღაც კეთილდღეობაზე არის საუბარი. ზედმეტი არ აწუხებდა, ბევრი რამეა ნათქვამი ამ ორ სიტყვაში. იმიტომ რომ ზედმეტი ტვირთი არის და თუ ვერ ზიდავ ჯობია სხვას გამომაწილე. ამ დოლის მოყოლილი ამბავია და მე ესე ვცელდება რომ ხო სადღაცო დაიბადაო, სადღაცო გაიზარდაო, სადღაც გამეფთაო და ესეთი ქვეყანა ააშენო, სადაც ყველა ხარობდაო. მე ბრძოლის ველზეო გასხივოსდაო და დაბრმავდაო და გასხივოსნება რას ნიშნავს და
კაცი ისე ანათებს რომ ყველა ხედავსო და რას ხედავსო, რასაც თვითონ ჭრედსო და თვითონ რას ჭრედდაო და რასო და სამყაროს უსასრულობიდან მარადისობამდე. ჯერ მეფე იყო, მერე დაბრმავდა, ბრძოლის ველზე უნდა ებრძოლა და რო გასხევოს და ისეთი ისეკვა რომ ტერის ხსენებაც არ იყო, იმიტომ რომ ყველა მოყვარე გახდა, იმიტომ რომ ყველა მიხვდა რომ რაღაც განსაკუთრებული იხილეს მეომრებმა. და რა ქნა ამისთანავ, რა ქნა და ბრმა მეომრის ცეკვა შეასრულა, რომელშიც შედისო ყველა მოძრაობა, რომელიც ბრძოლის ველზე უნდა შეასრულოს მეომარმა, იმისთვის რომ გადარჩისო. ანუ ისეთ იცეკვა რომ ბრძოლაზე ყველა მოარი თქვა. ეგ იყო მაგის გასხევოსდა. მანამდე კიდე ისე იცხოვრა რომ აქამდე მისულიყო. მე 4 შემადგენლის წრებრუნვა ეხილა და მიხვდა რა უნდა ეკეთებინა. თუ აქამდეც დასრულებს ასწავლიდა ჭკუას და ასე თუ ისე გამოდიოდა, ეხლა იცოდა რა უნდა იქნა, 4 ცოლი უნდა მოეყვანა და შვილებისთვის თავიდან უნდა ესწავლებინა ის რაც მას ცხოვრება მასწავლა. და მაგისთვის მიდის ბრმამწირობაში და პოულობს 4 ცოლს. ეს ზღაპარს ყვებიან დოლები. ეს ყველაფერი ამ დოლის მოყოლია თუ რაღაცა თავია მან მოგიყვა და მე სხვება გააგზავნა. ხო, ყველა დოს თავისი ამბავი აქვს, ეს საწყისი ამბავი ამ დოლის ამბავია და მე უკვე დანარჩენი. და უდაბნოშიო ცეცხლის სოლი იპოვაო, ტყეშიო ეს ცეცხლის დოლია, ტყეშიო ჰაერის სოლიო, ზღვისპირას მდინარის ხეობაშიო წყლის სოლიო და მთის ძირას კლდის პირას კიდე მიწის სოლიო და სადაც მიწის სოლი ნახავ, იპოვაო იქ დასახლდაო და ააშენა ვალაგიო ბრმა მეომრის ალაგიო, სადაც შუაში ტაძარი იყო და გარშემო 4 სახლი ცოლებისთვის. და რა შეგოდაო და დღისით მსახურობდაო, თავის მსახურებას ასრულებდაო, რა იყო რა მსახურებაო და იმ ცეკვავდა, რომელიც ბრძოლის ველზე შეასრულა, ბრმა მეომრის ცეკვაო, რომელშიც შედისო ყველა მოძრაობა, რომელიც მეომარმა უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ გადარჩესო და მერეო საღამოსკენ დოლებზე იწყებდა დაკვრასო. ცოლების დოლებზო და ცოლებს უქმოვდა. ჯერ ცოლები მოდიოდნენ მარტო და მერე ცოლები და შვილები. და მერეო თავის შვილებსო ცეკვაო თამაშითო ასწავლიდა ყველაფერს რაც ცხოვრება მასწავლაო და 4 თამაში მოიგონეს. ახლა მოკლედ ყვები. ეს რა თამაშებიო და ჯერ ძმების თამაშებიო, მერე მეფეების თამაშებიო, მერე ქურუმების თამაშებიო და მერე ღმერთების თამაშებიო. და რისთვისო და ღირსეული მეფეები რო გაიზარდაო, რისთვისო და მშვიდობა რო დაემყარებინო. და ყველაფერი ასწავლაო და მერე შვილები გაუშვაო ხალხშიო და ასე, მოკლედ ესეთი ამბავია. მაგარი ზღაპარია. მოვინუსხე, ხა გისმენდი სულ განაყო. თავარი კიდე ეს სწავლა არის ცეკვა თამაშით განათლების გადაცემა, თქვა ძმების თამაშებით იწყება და ეს რა შეიძლება იყოსო და ყველა საბრძოლო სიუჟეტიო, ყველა საბრძოლო ქმედებაო ცეკვითო და სიმღერითო, ჯერო ძმების ხმობაო, მერე წყობრად დალაგებაო, მერე ჯარის დალაგებაო, მერე წყობრად წასვლაო, მერეო შეტაკებაო, მერეო გამარჯვებაო და ბოლოს კიდე დატირებაო და ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. ან რაღაც ქორეოგრაფია იყო სიუჟეტების მიხედვით. ღმერთო ჩემო, რა ძალიან დიდი ცოდნა გაქვს ჩამოთვირთული დოლებზე. დოლების მეშვეობით. ეს რამდენი ხანი რაც 2015-დან დაიწყო. დაიწყო და რო დაიწყო იმის მერე შეღები და შეღები. ბატონო, მიყვები და მიყვები. ის წყალთა დოლი არის ამბავი ესე იწყება, რომ თქვა მეომარი, თქვა ერთი ცოლი უდაბნოში იპოვა, მერე წავიდა თავი დაადო და მეორე ცოლი ტყეში იპოვა, ჰაერის ცოლი, მერე წყლის ცოლი მდინარის ხეობაში იპოვა და თქვა ყველა დროს კიდე თავის ამბავი აქვს. და ეს დოლი ყვება ესეთ ამბავს, რომელსაც ქვია ტკბილი ღვინისაო და სიყვარულის ანკარავი წყაროსაო ამბავი. საჭმელზე და სასმელზეა, ანუ საკვებზე, ჯამთელი კვებაზე და ვთქვათ ჯამთელ გზნობებზე, ჯამთელათი კვებები, ჯამთელი გზნობები აქვს. მარტივად რო დავუკავშიროთ. ყველა ცოლს თავისი ამბავი და ყველა თავისი სწავლება აქვს. ხო, ხო. და ის ყველაფერი დაწერილი და მე იმთვისება როგორ მოდის, ან როგორ გაიაზრო, ან როგორ მიიღო, ან როგორ შეიძინა. და ეს ყველაფერი დაწერილი გაქვს, ჩაწერილი გაქვს უკვე. ყველაფერი არა, რაღაცეები ამბები მოდის და ვაფიქსებ. ჯერჯერობით წყალთა ცოლის ამბავი იხსნება. მეტყობა მაგას აქვს მნიშვნელობა, რომ
ჯამთელი კვება და ჯამთელი გზნობები და მე მაგი ერთგვარი საფუძველია. ხან ძალიან ულამაზესია მართლა, ულამაზესია და ძალიან იმას რო თავი დავანებოთ, რომ სასწაული საკრალური ცოდნა არის ჩადებული და ისეთი, რომელიც დავიწყებულია წლებია და რომელიც ძალიან გვჭირდება, არის ულამაზესი ნამუშევრები და უდიდესი შრომა ჩადებული ღმერთო ჩემო. არ ვიცი, შეიძლება იდეები ბევრ ადამიანს მოუვიდეს, ბევრ ადამიანს კონდეს რაღაცა გახსნა, ხილვა, მაგრამ მე მაგისი დამიწება უკვე და ესეთ სტრუქტურაში მოქცევა და ამ ხელა შრომის ჩადება, ეს კიდე მეცადინეობა უნდა მეცადინეობა. ეს კიდე უკაცრავად საქმე არა. ბევრი ადამიანი მინახავს, ვისაც აი ესეთი ბოდიში და გასული იდეები აქვს რა, მაგრამ იდეად რჩება ხოლმე როგორც წესი რა. და ეს არის ვაუ. კვები ისე ამასაც ექნება რაღაც დამნიშნულება ხა დეკორატიული. ამას ამბავი აქვს უბრალოდ. აი ერთი დოლი არის კუთხეში, უბრალოდ მომავალი დოლი. ეს თუ ვთქვათ დერგი იყო და ეს კიდე ჩაფი იყო ის კარაქის ადგები იყო. და როდა მეგობრებმა მაჩუქეს და მე ვიფიქრე დოლად გადავაკეთებ. როდავშალე მივხვდი რომ 13 ნაწილისგან შედგებოდა. ახლა კიდე თუ გავიხსენებ წელიწადში მთვარე ზუსტად 13 ბრუნს. 13 თვე აქვს. ხო, ძველი კალენდარი არის. და აი რაღაც კალენდარის სურათი ისახება, მო ძალიან ძველი და ამას კვლევა უნდა. და ეს კიდე კვები არის უფლის ციხეში მეგობრებს ადგილი აქვს ნაკედი და იქ სადაც ხეობა, ლამაზი ხეობაო, წავიდეთო და წავედით ფერადენთების ხეობა იყო. და იქ სხვადასხვანაირი კვები არის, ერთად ყრია, თუმე ზღვისპირი ყოფილა. ესე მოვხიკე და ეს დახაზული მქონდა რომ მოვიტანი დავალაგე და ზუსტად დალაგდა რაოდენობით. არ ვიცი ეს უბრალოდ ისე რაღაცის ნიშანია. არა ვიცი ისიც ნიშანია, უნდა დავთვალო წელიწადში დღეები, როგორღაც გავიაზრო თითოეული დღე და კალენდარი. და შეიძლება თითოეული დღის აღნიშნული იქვა იყოს. ხო, რაღაც მაგდაგვარია. სხვა რაღაცებისთვის ხრჩება დრო? არა, ამაში მთლიანად ვერ ვექნები, იმიტომ რომ ეს ცხოვრების ნაწილი არის, მნიშვნელოვანი, მაგრამ ყოფაში ვარ. ჩოლებრივ ყოფაში ვარ, რომ აი აქ შრომობ რაღაცებს ვაკეთებ, ჩვენიერი ადგილი არის, სკოლა არის, მომავალი. დაუთვალიერებთ მე. კი ბატონო. თავისი მისია აქვს, თავისი ისტორია აქვს. 10 წლეულები არსებობს და ახალგაზრდებს ცოდნას აძლევს. აქ მოხდი რაღაცა ადგილი ვიპოვე, ოთახი დამეთმეს და შეჯიბრებით აქავა. მუშაობ, სხვებთან ერთად რაღაცას ვაკეთებ. გავისეიროთ როგორ იქითაც დაუთვალიერებთ რა. ჩემი გონება ვერაფრით ვერ აკავშირებს ამ ნივთებს ახლა ერთმანეთთან რა უნდა გავაკეთოთ, იმასაც ვერ ხვდები, ეს სიმბოლოები მეცნობა, ბგერათა და ბგერის კარიბჭეთა. აქვს რამე კავშირი ამასთან? აი მდოლებთან აქვს კავშირი. მდოლებთან აქვს კავშირი, ხო? ეს არის საცეკვაო დაფა, რომელიც ერთად ეწყობა. აჰა. თავდაპირველი შინაარსი ისაა, რომ რამდენიმე ადამიანი ერთი და იგივე საქმეს ერთად აკეთებს, ანუ თანხმობას სწავლობს. ანუ აწყობის პროცესიც რაღაცა რიტუალურია, ხო? მაშინ დავიწყოთ, მოდი. აწყობიდან დავიწყოთ. სხვადასხვა ნაწილები გვაქვს, ყველას თავისი ფორმა აქვს, არის ერთნაირები, არის სხვადასხვანაირები. ეს არის საყდენი, თავდაპირველი საყდენი. მიმართულებები: ცეცხლი, ყვითელი, წყალი, მწვანე, მან იმას შეხედო ფერების და მიხედვით. თამაშებს ეხება ბრმავმემრის თამაში, აღწერილი არის როგორ იწყება მაგალითისთვის. ესეთი ტექსტი არის. ეს იწყება ბრმავმემრისო თამაშია. და მე ესავე იმაო ბრმავმემრისო მოგონილიო თამაშია, რომელიცაო ვერავ ხედავდაო, დაუყოლასაო უნებოდაო, გაიმეორეთ ასასაო ვაკეთებაო, ჩემი მარჯვენაო, შენი მარცხნაო, ჩემი მარჯვენა, შენი მარჯვენა, ჩემი მარცხნა, შენი მარცხნაო, დავიწყებდაო დოლზე დაკვესაო, ცეკვასაო და თამაშსაო. ეს მარჯვენა მარცხნა პრინციპი მეორდება, იმიტომ რომ მაგაზე არის აწყობდის სწავლების პროცესი. მე არის რაუდაო 4 შემადგენელი და მიწა-წყალი, ჰაერი და ცეცხლი 4-ის თავის წრებული აქვს და ორონტრიაში ქნიანო სამყაროსაო, დედამიწასაო, გარემოსაო.
სადაც ჩვენ ამჩნდებითა, ვიბადებითა, რომელთაც ვიკვებებითა და სულდმულობთა. მე არის მიწაო და წყარდიო დედისაო. რათავ და იმათაო რომ ჩასახვისაო დღიდანაო გვაჭმევსაო და გვასმევსაო დედისაო წიაღში. აი ეს დედისაო წიაღში მაგ სიტყვებამდე მინდოდა მე ვსულიყავ. დედის წიაღში ჩვენ თქვათ აღარ გვახსოვს, მაგრამ იქ რო ვართ რაღაცა გველანდება ხმასავი და რაღაცა თვალშიც რაღაცას ვხედავთ. მაგრამ უფრო შეგრძნებებში ვართ. როგორც ასეები უფრო შეგრძნებებში ვართ. ამ დედის ნაწილი უფრო შეგრძნებებია. და უხილავი და მამის ნაწილი არის უკვე ხილული. მაგით რო დავიწყოთ. ეხლა მე ნახე აქეთ ჰაერდა ცეცხლმა მამის კუთხეში ვიზივა, შენ დედის კუთხეში ვიზიხარ. შემდეგ უკვე 4 კაცი შეიძლება შემოუერთდეს და ანდრო ჩვენ მაყურებელს ემახსოვრება წინა გადაცემიდან შარშან 1 წელი შესრულდა და ზუსტად მაშინ რიტმებზე გვაკეთებდით გადაცემას და მაშინ ვიყავით ანდროსთან სტუმრად და ანდროსაც აქვს თავისი პრინციპები, ასე ვთქვათ, დასარტყამ ინსტრუმენტებთან მუშაობის და მინდოდა რომ ანდრო ყოფილიყო დღეს ჩვენი მეგობარი. სირბილი ჩელი. ეს რანაირად სწავლობ მოიგო. ცეკვას და იგონებ ქორეოგრაფიას. ეხლა ეს დაფხვა ხო არაფერ კავშირში არ არის იმასთან, ამის ინსპირაცია რა იყო? კავშირში 4 შემადგენელი არის და ის ყველაფერი ამაზე ლაგდება და აი ხო და აი საიდან მოგივიდა ეს აი რიტმები გასაგებია, დაარტყი წამოიღო მოუყევით ვიცეკვეთ, მაგრამ ესეთი დაფათან მოძრავი თანდათან გაჩნდა. ის 4 ყველა დოლი რო შემიგროვდა, მე 5-ვე დოლი. მე ვიფიქრე სად დავალაგო მეთქი და ეს რაღაც მასალები მქონდა მორჩენილი ერთი ზომის და მივხვდი რომ ამდაგვარი რაღაცა გამოვიდოდა. მოგეთ გარემოს უყურებ რა გაჩაგივარდება ხელში თუ გადგება აიყენებ. თუ გამოიყენებ შეიძლება კიდე რაღაცა გამოვიდეს და მასე მიყვება. ეს არის შემოქმედების პროცესი მოკლედ რა. ყველა პოზიცია საჭიროა. ვინც მოინდომებს უკრავს, ვისაც უხარია ის ცეკვას და ვინც ხმის ამაღებას ბედავს კიდე ეს კიდე მღერის და მე ვიცეკვებ. ყველა თავის იმას იპოვეს. ძალიან საოცარი რამე არის, აი მართლა აღფრთოვანებული ვარ. თან აი შუაგულ ქალაქში ესეთ რამეს ნამდვილად არ ველოდებოდი რა. მადლობა ირინკა, ძალიან დიდი ირინკა შთამაგორა რო აქ მოსული. ირინკას დიდი მადლობა კიდე იმიტომ რომ ხედავს რაღაცას სათავისოსა და სხვისთვისაც და ხალხსაც უსმარს და მოდის ხოლმე და სტიმულს გვაძლევს რომ განვავითაროთ. უკიდურესად მნიშვნელოვანია რომ აი ქალაქში ესეთი ხელოვნების რაღაცა კომუნები არსებობდეს. არა მარტო ხელოვნები, შეიძლება სხვადასხვა ტიპის თანამოაზრეების გაერთიანებები და მე მგონი მაგ ეპოქაში შევდივართ ახლა და თან ამ ქალაქს აქვს კულტურა, იქ რაღაცა ამქარები იყო, ის იყო რა. კიდე შენ გადაცემა მომწონს, იმიტომ რომ დასაწყისშივე ეტყობა რომ ნაშრომია ის სადარგიულია, სადამ დგახარ სადარ წასულხარ და წამოსულხარ. ჯერ გადაცემის დასაწყისში და მე და ესიც კაი ნიშანი არის. ისასოის სიმბოლური არის. რა კარგია რომ ვიღაცამ დაინახა ეგ სიმბოლო. აგორა.